ჯერ ცუდი ვარიანტია, ასე ვთქვათ, შავი. მაგრამ გაარდნებთ თავს. აი კაცმა გაიგეთ ზუსტად იგივე დინამიკით. ზარო, უთხრამ გაიგეთ და ცუდად ვარდება შენი ხმა. ხვდები? აბა გავაკეთეთ ხა თავიდან. 3 4 მაგერას გავაკეთეთ. ძალიან ისე უნდა იყვნენ, რომ აი ერთი გერაც არ გაეყაროთ, არასწორად დასმულ. ამ ხრივ ძალიან ბევრი საშუალებაა. ხმებშია გაშლილი სიმღერა, 4-ხმიანობა, 3-ხმიანობა, მთელი სიმღერის განმავლობაში. რაღაც კუპლეტში ერთად ადგილზეა ბავშვების პარტიები განაწილებული, ანუ სოლო სამღერი, თორე დანარჩენი ყველა არის ხმებში სამღერი სიმღერა. ძალიან ხური ამოცანა დგას მათ წინაშე. ეფექტური იქნება საკმაოდ. ყველასთვის. ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული სრულად გაჟღენთილი სიმღერა. არის რაღაც ევროპული ჯაზ როკის სტილიდან აღებული, მაგრამ არა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად ქართული თავიდან ბოლომდე. ბავშვები მოხდნენ ისეთები და განაწილდნენ ამ ჯგუფში, რომ სულით, გულით არიან ქართველები, მართლა პატრიოტები არიან. მე ვფიქრობ, სიმღერა ძალიან საინტერესო გამოვა. ნიჭიერი ბავშვია, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე. მე ვფიქრობ, რომ სამომავლოდ სერიოზული მომღერალი უნდა დადგეს, თუ ამას შეუწყობს ხელს მისი მყოფი ადამიანები, რა თქმა უნდა. სიმღერაც გაითვალა მისი ვოკალური შესაძლებლობების შესაძლებლობებზე, საკმაოდ რთული სიმღერა გამოდის. მუშაობის პროცესშია, ძალიან კარგად გაართმევს თავს, დარწმუნებული ვარ ამაში.